მოგესალმებით, მე ლელანი ნუა ვარ და სპეციალურად ტელეკომპანია ახალისთვის შენ გეტყვი პირველად. თქვენ გეტყვით პირველად ჩემი ულამაზესი და უნიჭერესი სტუმარი ანა ცაგარეიშვილი, რომელიც 2 წლის წინ ელანი კორპორეიშენის მიერ დაგეგმილ გამოფენაზე გამომეცხადა აი ამ არაჩვეულებრივი პორტრეტით. ეს მე ვარ, დიახ, და ესეც მე ვარ, რომელმაც დღეს სტუმრად დავაპატიჟე თავის ოჯახთან ერთად ანა ცაგარეიშვილი. მას საოცარი მიღწევები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიახლეებზე ის თავად მოგიყვებათ, ასევე გეგმები და საოცარი ულამაზესი ანა ცაგარეიშვილი სპეციალურად თქვენთვის ახლა ისაუბრებს. მე ვარ ანა, 14 წლის და ამ 14 წლის განმავლობაში პირველად გემზე ბათუმში ვიყავი. ჩემთვის მოგზაურობა არის ერთ-ერთი საყვარელი რაღაც, მისი კეთებაც მიყვარს. ყველას ყავს თავისი იალქანი და ალბათ ყველამ უნდა გაყვეს ამ თავის იალქანს. მეც ასე ვარ. მე ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მიყვარს მოგზაურობაც, როგორც ვახსენე. მაგრამ ასევე ხელოვნება ჩემთვის არის ნომერ 1. ხელოვნება უკვე ძალიან დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაშია და ყოველთვის იქნება. ეს არ წავა არსად არასოდეს. ზოგჯერ იდეები ტალღასავით მომივარდება ხოლმე, რასაც მუზას ვეძახით. და ძალიან მიყვარს ხოლმე პეიზაჟების დახატვა ბუნებაში, მზის ქვეშ ან სანაპიროზე. თუნდაც ნატურმორტის დახატვა, თუნდაც პორტრეტის. ეს ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან დიდი სიამოვნება. ყოფილვარ ცეკვაზე და არ იყო ცეკვა ისეთი, რაც მე სულით და გულით მინდოდა მეკეთებინა. თუმცა მე ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მე ვიპოვე ჩემი სიყვარულის წერტილი და ისევ ვაგრძელებ ხატვას ამჯერად უკვე სტუდიაში. ეს რესტორანი ჩემი ოჯახის საყვარელი ადგილია. ჩვენ აქ ყოველ შაბათ-კვირას მოვდივართ და ვსადირობთ. მაგრამ სანამ ჩემს ოჯახს გაგაცნობთ, მანამდე მინდა ჩემი მასწავლებელი წარმოგიდგინო. ხატვის მასწავლებელი, რომელიც დღეს დავპატიჟე რესტორანში. მოგბრძანდით. როგორ ბრძანდებთ ეკამას? წამოდი ჩავდე. დავამთავრე. წავედით. გამოდით ოჯახს გაგაცნობთ. ესენი ჩემი მშობლები არიან. დედაჩემი, მამაჩემი, სალომე და ოთარი. ეს ჩემი ბიძაშვილია. მე და ანა გადავიკვეთეთ გამოფენაზე. იყო ძალიან პატარა, მორცხვი, მორიდებული და ძალიან მოკრძალებულად იდგა, არაჩვეულებრივი პორტრეტები ჰქონდა წარდგენილი და ისეთი ემოციები ჰქონდა დახატული თვალები, რომ მივხვდი, რომ ანას ნიჭიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სამწუხაროდ იმ დღესვე ვერ ვიკითხე ანას გვარი და რაღაც ემოციური დღე იყო, ბევრი ხელოვანი ვიყავით ქართველები ამერიკაში და გადამავიწყდა გვარის კითხვა. დავიწყე ძებნა და ალბათ 9 წელი ვეძებე ანა და შემთხვევით ვიპოვე. იმ დღიდან ღამე ალბათ 2 საათზე ვერც ვედავდი მიწერას, რომ ვიპოვეთ ან მეშინოდა კიდე არ დავკარგოთ ხო. მაინც მივწერე და ალბათ რომ ნახავს შემეხმიანება თქო და 2 წამში დამიბრუნა პასუხი. აი ამ დღიდან მე და ანას უკვე გვაქვს ერთი ოჯახი. ეს დუბაი, ხო. წარმოდგენილია ახალი დუბაი და ძველი დუბაი, აკლემებით და უდაბნოთ. ეს არის ზღვისპირა ქუჩა. ეს არის ვაჟა-ფშაველა, ყველაზე ცნობილი წერალი და პოეტი საქართველოში და გადავწყვიტე მისი პორტრეტის დახატვა. არქიტექტურულად კონსტრუქცია არის ძალიან კარგი, ოჩა.
და უნდა დავასრულოთ რა, ძალიან მაგარი ნამუშევარია და ეს არ დავტოვოთ ეს. სხივი საიდან შემოდი? ერთეროვანი რო არ დავტოვოთ. აი. ეგ საკმაოდ ძველი ნახატია. ალბათ 2 წელი უკვე გავიდა. ახლა. კარგი გოგო ხარ. აი ამას ვიძახი ზუსტად, აი ემოცია გაქვს პორტრეტებში ძალიან მკვეთრად გამოხატული. აი ხა დავიწყებთ ჩვენ პორტრეტების ხატვას. უკვე ამ კვირიდან ვიწყებთ პორტრეტებს. ნუ დავხატოთ ერთმანეთი, ხო? ვეღარ ვიცმენ. იმედია მე დამხატავ ისევ. ეს დუბაი იდეურად არის ძალიან მაგარი, შესრულებული გაქვს სუფთად. აი ეს არის ხელოვნება. რომ შენი ფანტაზიები, რომ შენ ფანტაზიებს არ აქვს საზღვრები და მაშინ ხარ ხელოვანი. ნათელი იყო რომ ანა არის მართლა სერიოზული ხელოვანი და აუცილებლად თავის საქმეს ხელოვნებაში ანა იტყვის. თავიდან დაიწყო პორტრეტებით და არ ჰქონდა გამოცდილება პეიზაჟების, ნატურმორტების, გრაფიკის და ჩვენ დავიწყეთ ხატვის შესწავლა თავიდან. და საოცრებას აკეთებს ანა ბავშვს კონდეს ამ ხელოვნების ყოფა. საათები შეიძლება რომ ისე იჯდეს, რომ შეიძლება წყალიც არ მიიღოს და რო დგება სტუდიიდან, რომ ეტყვი, რომ არასოდეს არ უთქვამს, რომ წავალ, ეკამასწავლებელო წავალ, არ უთქვამს, ან დავიღალე და რო ეტყვი, რომ გაცუნცულდით ახლა, უნდა წახვიდე, რო დგება, მაშინ ხვდება, რომ მუხლებს ვეღარ ასწორებ და წელის წილად თვლია. ესეთი ემოციებით ხატავს, რომ ძალიან ხშირად ამ ანას ყურებაში ცრემლები წამოსვლია, რომ ეთქვამს, რომ მე ხომ მომეცი ძალა, რომ ამ ბავშვს გაუვალოთ გზა. ანამ ძალიან მასახელა საერთაშორისო კონკურსზე, სულ ახალი მოსული იყო ჩვენ სტუდიაში, როცა ბაიძულე რომ გაეგზავნა ნამუშევრები და არ ეჯერა საკუთარი თავის საერთაშორისო კონკურსზე აიღო პირველი ადგილი. და ეს იყო ძალიან ემოციური და აი ამ პერიოდიდან ვუთხარი ანას, რომ ეხლა ხო ჯერა, რომ შენ ხარ ნამდვილი ხელოვანი. მის შემდეგ სულ ვიღებთ მონაწილეობას კონკურსებში, ეხლა ვაშინგტონში მიიღო მონაწილეობა არტ კონკურსში და იქაც მეორე ადგილი აიღო. და გვაქვს კიდევ ბევრი წარმატებები, გამოფენები, საქართველოს წარადგინა, საქართველოს მხატვრები და ხატა. და ძალიან ბევრი იმედი მაქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ ანა აუცილებლად თავის საქმეს ეთქვეს. და ჩემ ახალ სტუდიაში ანასთვის სიურპრიზი მაქვს და როცა დავხსნით, მაშინ დავაშვერებთ. დაველაპარაკოთ მშობლებს. პირველი მამა, რას ფიქრობთ ჩემს ნახატებზე? ძალიან კარგი ნახატები აქვს, თავისით დაწყებული აქვს ეს ყველაფერი. პატარა იყო, მოინდომა და შემდეგ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, დახმარებით, რომ მიაღწია წარმატებებს და მიაღწევს კიდევ ბევრს. იმედი გვაქვს, რომ მიაღწევს კიდევ ბევრს. აბა დედა, რას ფიქრობ? ძალიან მომწონს ანას ნახატები. თავიდანვე პატარაობიდან გამორჩეული ბავშვი იყო. ძალიან წყნარი, მშვიდი, დინჯი, ეხაც ესეთია. და რა ვიცი, ყოველთვის გულშემატკივრობდით, ყოველთვის გულშემატკივრებთ და წარმატებებს უსურვებთ. 5 წლის ასაკინა დაიწყო ხატვა. ყოველთვის აინტერესებდა და დროით სკოლაში ისეთი გრაფიკით სწავლობდა, ვერ ვახერხებდი საქართველოში ხატვაზე სიარულს და თავისთვის იმდენად აინტერესებდა ეს ხატვა. ტელევიზიის საშუალებით, ინტერნეტის დახმარებით ისწავლა ეს ყველაფერი თავისთვის. აინტერესებდა ძალიან. ყოველთვის ხატავდა, დაიწყებდა, თუ არ მოეწონებოდა
თავიდან დაიწყებდა ისევ, სანამ ისეც არ დახატავდა, როგორც თვითონ უნდოდა, მანამდე არ მოეშვებოდა. საქართველოშიც კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ აქაც ინგლისური ძალიან მალე ისწავლა და კარგი გოგოა, ნამდვილად კარგი შვილია. გადაწყვეტილებებშიც ვერევით, მაგრამ ვაძლევთ პირველ რიგში თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა, ჩვენ შევისახით ალბათ მე და მამა უფრო ვურჩევთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა მან უნდა გადაწყვიტოს, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა რომ გამოვიდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გამოვიდეს, იმდენად კარგი ადამიანია, ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევს ჩემი აზრით. მართალია რომ ერთი წელიც არ გასულა ჯერ, რაც ჰაისკულში მივედი, ჩავირიცხე. მაგრამ უკვე ბევრი ადამიანი მიცნობს ჩემი ნახატებით და ძალიან ბევრი სერტიფიკატი, პროგრამის შეცვლა, ყველაფერი ხდება აბსოლუტურად. ერთი ოცნება მქონდა, რომ მოხვედრილიყავი სამედიცინო განხრით. და რამოდენიმე დღის უკან დამირეკე სკოლიდან და მითხრეს რომ მოხვდი და გილოცავთო და ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი სურვილი ეგ იყო, რომ მინდა რომ დავამთავრო სკოლა კარგი ნიშნებით და მერე წარმატებული მომავალი მქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია მაქვს არჩეული და მინდა რომ ვიყო ექიმი, თუმცა ხელოვნებას თავს არ დავანებებ. ერთ-ერთი კიდე ძალიან წარმატებული, რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, რამოდენიმე კვირის უკან იყო ვაშინგტონის კონკურსი, სადაც გავიტანე ნახატი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ჩემი სკოლა და ჩემი დირექტორი. და აი ამ ნახატს ერქვა ჩემი დირექტორი, ინგლისურად რა თქმა უნდა. და ეს უნდა ყოფილიყო სკოლის პროექტი. თუმცა სკოლაში დაგვირეკეს და გითხრეს, რომ ვაშინგტონში იმართებოდა კონკურსი, რომელიც უკვე ყოველ წელს ტარდება და პირველ ადგილზე გასულები მიდიან ვაშინგტონში. მართალია პირველი ადგილი ვერ ავიღე, თუმცა მესამე ადგილი ავიღე ტოპ 3-ში და გადმომცეს სერტიფიკატი და პრიზი. მათგან ველოდები პრიზს. ეს მოხდა რამოდენიმე დღის უკან. ახალი ამბავია საკმაოდ, თუმცა ფიქრობ მაინც, რომ მიუხედავად მესამე ადგილისა, საკმაოდ დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გიცნობს ამერიკა, გიცნობს თვითონ ვაშინგტონი და ნიუ-იორკი, რომლის წარმომადგენელმაც გადმომცა სერტიფიკატი. უკვე 5 წლის ასაკიდან მივყვები ხატვას და მალე უკვე გავა 9 წელი და ხატვა არის ისეთი რაღაცა, რასაც მე დაუძახებდი ჩემი ცხოვრების სულის და გულის ნაწილს. თავიდან დავიწყე ინტერესით. მაინტერესებდა როგორ დაიხატებოდა პორტრეტები, პეიზაჟები და მახსოვს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, თვითნასწავლი მხატვარი, ხატავდა და ავედი, მეთქი რას აკეთებ და იმან მითხრა რომ ხატავო და შეგიძლია რომ მასწავლოთ, ხო და მოდიო დაჯექიო და თუ მოგეწონება, მერე გააგრძელეო და მეთქი, რატომაც არა. და მის მერე ამდენი წელი გავიდა და ინტერესით, თამაშით, ექსპერიმენტებით, უფრო და უფრო ვაგრძელებ, ესე რომ ვთქვათ ამას. არა მარტო ხატვა, შემიძლია ქსოვა, კერვა, ძალიან ბევრი ხელსაქმე გამომდის. ასევე ბევრი ჰობი მაქვს, მიყვარს საჭმელების მომზადება, მუსიკის მოსმენა და ესე ხანდახან განმარტოვდები ხოლმე ჩემ თავთან, ჩავთავ მუსიკას და რა თქმა უნდა ვიწყებ ხატვას. საქართველოდან ვარ ძალიან შორს, 10,000 კილომეტრის მოშორებით. თუმცა ერთი მთავარი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ არასოდეს არ უნდა შეწყვიტოთ თქვენ მიზნებზე ოცნება. შეიძლება რამეს ფიქრობ, რაღაცას ოცნებობ, მაგრამ ის ოცნება აუცილებლად ახდება, რა დროც არ უნდა იყოს. მე ყოველთვის უყურებდი ხოლმე
ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს და ვფიქრობდი, ნეტა მეც იქ ცხოვრობდე თქო და მანჰეტენის ქუჩებში გავიარო. და ой, საოცრება. უკვე მესამე წელია ამერიკაში ვარ და იმას მივხვდი, რომ მთავარია იბრძოლო შენი მიზნებისთვის და რასაც გინდა ამ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ. ჩემი მეგობრებიც ძალიან შორს არიან ჩემგან, თუმცა იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვნახავ მათ და აუცილებლად ვეთყვი, რომ არასოდეს არ შეწყვიტონ თავისი მიზნებისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ ეს წარმატებას მოითხოვს.